საუბარი. საქართველოს ფოსტას ადრესატამდე დაზიანებული წერილების მიტანა უწევს კურიერს საფოსტო ყუთი ხშირ შემთხვევაში გატეხილიან გზავნილების ნაცვლად საყოფაცხოვრებო ნარჩენებით სავსე ხვდება. უწყება უსიამოვნო ფაქტის წინაშე დგას პრობლემის აღმოფხვრა მოქალაქეების დახმარების გარეშე რთულია საფოსტო ყუთის დაზიანება კანონით ისჯება. Այսეთ მდგომარეობაში მივიღეთ წერილი პაციენტისგან რეგიონიდან. ეს წერილი ექიმმა პაციენტისგან 2 კვირის წინ მიიღო, თუმცა როდესაც გზავნილი ადრესატამდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ კონვერტისა და შიგთავსიც დაზიანებული იყო. ეს არის დიაგნოზი პაციენტის, რომელიც მივიღე რეგიონიდან. Այսეთ მდგომარეობაში, პრინციპში დიაგნოზის ამოკითხვა შესაძლებელი არის და რაც გვაინტერესებდა ის გავარკვიეთ, მაგრამ ნამდვილად არ არის სასიამოვნო, როდესაც այսეთ მდგომარეობაში მოდის საფოსტო გზავნილი. ვინ და რატომ აფუჭებს წერილებს? აღმოჩნდა, რომ ამას თავად მოქალაქეები აკეთებენ. როგორც ირკვევა საფოსტო ყუთებს, რომლებშიც გასაგზავნილი წერილები გროვდება, გავლელები განზრახაზიანებენ და შიგნით კონვერტების ნაცვლად საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ყრიან. ისევე როგორც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება კონვერტი და საყოფაცხოვრებო ნაგავი, ასევე განსხვავდება ერთმანეთისგან საფოსტო ყუთი და სანაგვე ურნაც. ამიტომ ამის ადგილი არა აი აქ, არამედ აი აქ არის. თუმცა სხვაობას სანაგვე ურნასა და საფოსტო ყუთს შორის ბევრი მოქალაქე ვერ ან უბრალოდ განზრახ არ ამჩნევს. სწორედ ამის გამო ადგილზე მისულ კურიერებს წერილების ნაცვლად ნარჩენებით სავსე ყუთი, ხოლო გზავნილები უკვე დაზიანებული ხვდებათ იმის გამო, რომ გავლელები შიგნით ანთებულ ნამწოვებს ყრიან ან გამაგრილებელ სასმელებს ასხავენ. როდესაც ყუთს ხსნით, ვაღებთ 2 საათზე, ძირითადად ხდება ის, რომ შიგნით საჭმლის ნარჩენებია, არის ერთჯერადი ბოთლები, წყლის, არის კიდევ რაღაც სითხეები, შიგნით ჩასხმული, სიგარეტის ნამწვავები, საღეჭი რეზინის, ნაყინის ჯოხები და ესეთი რაღაცები და ზოგჯერ ხშირად არის, რომ კონვერტზე და წერილზე მეტი შიგნით დევს ნარჩენები. მაგრამ ნაგავი ერთადერთი პრობლემა არ არის, რომელიც გზავნილებს საფრთხეს უქმნის. ხშირად გამვლელები თავად საფოსტო ყუთებსაც აზიანებენ ბასრის საგნებით, ან უარეს შემთხვევაში უბრალოდ ამტვრევენ. ასეთი დამტვრეული არაერთი ყუთი დღეს პოლიციაში, ნაწილი კი საქართველოს ფოსტის ოფისშიც ინახება. რა თქმა უნდა, არა, პირველ რიგში ეს არის კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონება, მაგრამ აქ ძირითადი დატვირთვა ამ შემთხვევაში გადადის მომხმარებელზე, რომლის პროდუქტით შეიძლება დაზიანდეს. ამ შემთხვევაში ყუთის შიგთავსია საუბარი. უცხო ქვეყნებში ასეთი დანაშაულისთვის სასჯელი ძალიან მკაცრია გათვალისწინებული, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში საფოსტო ყუთის ხელყოფისთვის კანონი ითვალისწინებს 5 წლამდე პატიმრობას. პატიმრობით არა, მაგრამ საფოსტო ყუთის დაზიანება საქართველოშიც კანონით ისჯება, ამ შემთხვევაში ადმინისტრაციული წესით. თუმცა სანამ საქმე დასჯამდემივა, საქართველოს პოსტა მოქალაქეებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდებს, იმიტომ რომ გზავნილი, რომელიც ერთი ნაწილის დაუდევრობის გამო ზიანდება, სხვებისთვის ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.